2012 წლის მეორე ვარიანტის მეხუთე ამოცანა. პარალელოგრამის დიაგონალი მის ორ გვერდთან ადგენს 27 გრადუსიან და 46 გრადუსიან კუთხეებს. რის ტოლია პარალელოგრამის ბლაგვი კუთხე. მოკლედ ძალიან მარტივი ამოცანა არის. როგორც ხედავთ, უბრალოდ გვაქვს პარალელოგრამი და კუთხეებს დავარქვი სახელები ABCD. ეს არის ჩვენი დიაგონალი და რას გვეუბნებიან, ერთ გვერდთან ადგენს 27 გრადუსიან კუთხესო, მეორესთან 46 გრადუსიან კუთხეს. რა გამოვიდა, რომ ეს მთლიანად კუთხე ვიცით რამდენი არის. მთლიანად კუთხე ალფა, კუთხე A უბრალოდ იქნება 27 გრადუსს რო დავუმატოთ 46 გრადუსს. ხო? ეს ნაწილი ვიცით, ეს ნაწილი ვიცით, უბრალოდ შევკრიბოთ. ეს გამოდის 73 გრადუსი. ეხლა პარალელოგრამში ავიცით. ბევრი რაღაც ვიცით პარალელოგრამში, მაგრამ მთავარი რაც ვჭირდება არის ის, რომ ერთ გვერდთან მდებარე კუთხეების ჯამი არის 180 გრადუსი. ეხლა ბლაგვი კუთხე თუ გვაინტერესებს, ეს კუთხე მაგალითად, ეს ვიცით რომ არის 73, ეს ორივე ერთად ვიცით რომ არის 180. ამ B კუთხეს როგორ ვიპოვით? ამ მთლიანს გამოვაკლებთ ამას. ეხლა კუთხე B უდრის 180 გრადუსს. დაიმახსოვრეთ მოკლედ. ერთ გვერდთან მდებარე კუთხეები პარალელოგრამში უდრის 180 გრადუსს. გავუძლებთ ახლა 180 გრადუსს რომ გავაკეთოთ 73 გრადუსი. რამდენი არის ეს? ეს არის 107 გრადუსი. ეს გამოვიდა 107 გრადუსი. ესეც გამოვიდა 107 გრადუსი. იმიტომ რომ პარალელოგრამში ეს მოპირდაპირე კუთხეები ერთმანეთის ტოლი არის. კაი, საბოლოოდ ამ ამოცანის პასუხი გამოვიდა D, 107 გრადუსი.